ეს ბატონდათო თქვენ მოგახსენებათ რომ მე გახლავართ მასწავლებელი და ყოველ წელს ვფიქრობ ხოლმე რომ ამაზე უარესი ალბათ აღარ იქნება. მოსწავლების დონეს ვფიქრობ. მოსწავლების დონეზე გესაუბრებით. ნუ აი მოდიან ბავშვები პირდაპირ მინდა გითხრათ რომ გვერდნახევრიან ინფორმაციას კითხულობენ თემა უნდა დაწეროთ ცხულება და გვერდნახევრიან ინფორმაციას ვერ იგებენ. უბრალოდ ვერ იგებენ. რა წერია ეგ? და წელს მქონდა ესეთი შემთხვევა, როდესაც ქალი იყო თუ კაცი იყო, ვერ გაიგო ძალიან მაღალი დონის აბიტურიენტმა. მე არ ვამბობ რაღაცა დაბალი დონის, თქვა ზარმაც ბავშვებზე, ხო, ვერ გაიგო. და ნუ კაცი მიიჩნია ქალად და ასევე დაწერა ეს სრულიად არასწორი გაგებით დაწერა ეს თხზულება. რისი ბრალია ეს ბატონდათო და აი ამ რაღაცა ლუфтს თუ შეავსებს ბიბლიოთეკების გამართული მუშაობა, რომელიც ერთ დროს საქართველოს იყო თითით საჩვენებელი და თეატრების გამართული მუშაობა, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ როცა სოფელში ჩავდიოდი დასასვენებლად, სოფლის ბიბლიოთეკაში მუშაობდა ქალბატონი, მე იმაზე განათლებული ქალი აღარ შემხვედრი ამ ქვეყანაზე. მაინცოდა ყველა წიგნი, რომელიც სოფლის ბიბლიოთეკაში იყო და ძალიან ესეთი მდიდარი ბიბლიოთეკა იყო სოფელში, იცოდა ყველა წიგნი და გეტყოდა რომ აი ეტყოდი რომ მე მინდა ვთქვა სათავგადასავლო ნაწარმოები და ეს ქალბატონი შეგირჩევდა რომელიღაც თაროდან გამოიღებდა ტვერ დადებულ წიგნს და გეტყოდა წინა სიტყვაობას გიკეთებდა პატარა ბავშვო შენ დაინტერესებულიყავი ამ წიგნით და მე ზუსტად იმ ადგილზე წყვეტდა თავის თხრობას რომ შენ სასწრაფოდ წაგეკითხა ეს წიგნი რა ასეთი ადამიანები იყვნენ დღეს ეს ყველაფერი მოშლილია რა როგორ ფიქრობთ თქვენ როგორ გავაკეთოთ ისე რომ ჩვენმა ბავშვებმა რასაც კითხულობენ გაიგონ და ამისთვის კიდე რა არის საჭირო გარდა განათლების რეფორმისა ვითარება მძიმეა საქართველოში. ბატონი გიორგი თავის საუბარში შეეხო თეატრის ხელმძღვანელობა, როგორ ხორციელდება ევროპის წამყვან ქვეყანაში გერმანიაში. როგორ იმართება? უკვე რაღაცა ბიუჯეტი ძალიან მრავალ მილიარდ ბიუჯეტია ქვეყნებში, ხო, სადაც თითქოს ყველაფერი წყნარია, შვიდია და შეუულიათ ადამიანებს წყნარად ეარონ ოპერებსა და ბალეტებზე, ბიბლიოთეკებში და ეს შემდეგ. და მაგალითი მოიყვანა თუ როგორ არის განაწილებული ფუნქციები, მათ შორის სახელმწიფოს ფუნქცია რა არის. ამიტომ, როდესაც ჩვენ გვინდა რომ სურათი შევცვალოთ და დაწყებით კლასებში ან სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ბაღებში მდგომარეობა გამოიცვალოს, მივდივართ მართვასთან. ვინ მართავს ამ პროცესს და რა მიზანი გააჩნია იმას, რასაც დღევანდელი მართვა ქვია. ჩვენ 80-იანი წლების შემდეგ წარმოდგენა გვქონდა, რომ საქართველო გახდებოდა ისეთი ქვეყანა, როგორიც იყო ევროპული ქვეყნები, არ ვიცოდით ეს რას ნიშნავდა, ამიტომ ჩვენ გარდა ამ არეულობებისა, ალბათ 20 წლის განმავლობაში ტყუილის ქვეშ აღმოჩნდით და დავიჯერეთ იმისა, რაც გვეგონა რომ სიმართლე იყო. რა პრობლემები არის მაგალითად სკოლაზე ვილაპარაკოთ დაწყებით კლასებში, სადაც ბავშვმა წერა-კითხვა უნდა ისწავლოს, როგორც თქვენ ბრძანეთ, ქალბატონოია. იმისთვის რომ ადამიანი თავისუფალი იყოს, ამისთვის ვილტოდით ხო ჩვენ? ესე იგი ჩვენ ამ თავისუფლებას გადავაყოლოთ ყველაფერი. თავისუფლება თურმე რა ყოფილა, რომ ბავშვს შეუძლია ისწავლოს თუ უნდა, თუ არ უნდა, მას უფლება აქვს რომ არ ისწავლოს და არაფრით არ შეიძლება რომ რაიმე ზეგავლენა მოახდინო ბავშვზე. მშობელი იყავი გინდა მასწავლებელი იყავი რომ ან შენიშვნა მისცე, ან გაფრთხილება მისცე, ბავშვმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ისწავლოს თუ არა. სკოლაში წავიდეს თუ არ უნდა წავიდეს. რომელი კლასიდან არის? 0, ჩვენ 0 გამოვხსენდა. პირველი კლასიდან. პირველი კლასიდან მასეა. უნდა წავა და უნდა არ წავა. თქვენ მე მითხარით რომ ბავშვს უნდა სწავლა. არავის არ უნდა. რამდენ პროცენტ ბავშვს? არავის არ უნდა. რაც არ უნდა, კარგად მესწავლა და ყველა კლასში გადავსწავლობდი. 10 არ უნდა სწავლა. მე მინდოდა გართობა. არ დასამალი ამაში ესეა მოწყობილი ხო ბავშვის თუმცა ეკონომიკის დოქტორი გახდით. არა სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი მაგაზე ლაპარაკი არა მაგრამ მეზარებოდა რა ხანდახარა. ხანდახან ისე იყო რომ ასე აღარ იყო უკვე აღარც მეზარებოდა უკვე ისე მაგრამ ამას სჭირდება სისტემაში მოქცევა. 1 წელი, 2 წელი, 3 წელი დისციპლინა
კაცო, ეს დისციპლინა არ არის მარტო სკოლისთვის. იგივე არის სპორტში. რატომ ვინ ხდება ჩემპიონი, ხო? გინდა ქართველი და გინდა უცხოელი. ვინც დისციპლინას არ არღვევს. ვინ არის კარგი მართლმადიდებელი, ვინც არ დაიზარებს ლოცვის საკითხავს. როგორც კი ერთხელ დაიზარებ, მე აღარ გინდა რომ გააკეთო. სამსახურში ანალოგიური მდგომარეობა. სამსახურში დააგვიანო 1 საათნახევარი, 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, იმ სამსახურში შენი გარჯა აღარ ამჩნევია. ამიტომ ჩვენ ბავშვებს არ ვზრდით ისე როგორც უნდა გავზარდოთ და ამაში კიდევ რამდენიმე ფაქტორი შემოვიდა ისეთ და მათ შორის ჩემიც და ალბათ ქართველების ეთნოფსიქოლოგიური ელემენტია. ყველა ადამიანს ყველა ერთს გააჩნია თავისი დადებითი და ნაკლებად დადებითი მოვლენები, მაგრამ აი როგორც რომ ქართველი მშობელი განსაკუთრებული მშობელია, ნუ ეხლა ესე გონია ჩვენ ხო, ვიდრე დავუშვათ გერმანელი, ბელგიელი, ან ფრანგი, ისინი კაცრად ზრდიან. გინდათ რუსები აიღეთ, გინდათ ჩრდილოეთის ხალხი აიღეთ, გინდათ იაპონელები აიღეთ. იმათ აქვთ შინაგანად უფრო მეტი მოთხოვნილება შვილებთან წაყენებული და უფრო მეტად ეპყრობიან მათ აღზრდა სამნაწილში, არ გაიქცნენ დისციპლინიდან. ქართველებს როგორც სამხრეთელ ხალხს, მთის ხალხს, ეს გვაქვს ოდნავ ნაწილობრივ მცირე. ამიტომ როგორც კი სკოლაში შემოვიდა მანდატურის ინსტიტუტი და გავა პროტესტები და პოლიცია როგორც კი მასწავლებელს ჩამოერთვა უფლება რომ თავისი შეხედულების ამბობ ისაუბროს ბავშვთან ხან კაცრად ხან თბილად ხან კომბინირებულად აქ ლაპარაკი არა ცემატყებაზე გასო მაგაზე არ ვლაპარაკობ ჩვენ ცემატყება დაიწყეს აგერ და სტალინი გახდა დაანგრია ნახევარი დედამიწა გასო იმას სასულიერო იმაში რომ ხედავ და იქ არ გესწავლა შენ რაიმე სასულიერო თემატიკა და როზგებით გცემდნენ და იმან შუა საბოლოო ჯამში ეს რევოლუცია და სისხლის ღრა ასეთო მიუდგებით. აქ ლაპარაკია რომ მასწავლებელს წართმეული აქვს უფლება და უბედურება იმაშია რომ მშობელი შვილის მხარეს არის დამდგარი და ამ დროს მისი მშობლიური სიყვარული გადამეტებულია და დათვურ სამსახურს უწევს ბავშვებს. ბავშვები შესაბამისად გრძნობენ თავის ძალას, რომელიც კანონმდებლობითაა განსაზღვრული, იქვე მანდატორია, იქვე რაღაც არ მოეწონება და ისეც გადაუღებენ ტელეფონით მასწავლებელს და ისეთ რამეს მოუწყობენ და არის თურმე რამოდენიმე შემთხვევა სკოლებში, სადაც მშობლებს მასწავლებელი, რომელიც მათ შვილებს კარგ ნიშანს არ უწევს, იქ მთელი ბულინგის სისტემა მოქმედებს, როგორ შეიძლება რომ პროვოცირება მოაწყონ მასწავლებელს და როგორ გააგდებინონ სამსახურიდან. აქ ლაპარაკი მე ვლაპარაკობ ერთეულებზე, მაგრამ ეს ერთეულები ქმნიან მოვლენას, რომელიც სისტემაში შეიძლება გადაიზარდოს. ამიტომ მე რომ ვიყო, რასაც ბატონი გიორგი ბრძანებდა, მართლობას გავაკეთებდი შემდეგნაირად. 14 წლის ზემოთ, ან ნუ მაქსიმუმ 15 წლის ზემოთ ის ადამიანები, ვინც სკოლაში სწავლობენ ბოლო 2 ან 3 წელიწადი, არ უნდა დადიოდნენ იმ შენობაში, სადაც ასევე დაიარებიან სასწავლებლად 7 და 8 წლის ბავშვები. ის უკვე კაცია, ის უკვე ხალია. იმას არ შეიძლება რომ ერთი და იგივე ხელმძღვანელი ყავდეს, ვიდრე 6 წლის ბავშვს და 7 წლის ბავშვს. ამიტომ უნდა გაიყოს, ამას გინდა კოლეჯები დაარქვით და გინდა რაღაც სხვა სახელი უნდა მოიგონონ, ბოლო 2-3 წელი ეს თაობა უნდა გავიდეს სხვა შენობაში და იქ მანდატურის გააყოლე ბატონო და ვინც გინდა ის გააყოლე, მაგრამ დანარჩენი ეს პირველი თქვა 7 წელი 8 წელი ბავშვები რო სკოლაში არიან, იმათთვის საკმარისია დირექტორიც, ფიზკულტურის მასწავლებელიც, კარგი მასწავლებელიც, სასწავლო ნაწილის გამგერო ერქვა ადრე ისინი ამ ადამიანებს დაყოვებით იქნება თუ რა იქნება ამ სისტემაში მოაქცევენ, როგორც კი ბავშვი ერთი დღე სკოლაში არ წავა. კაცო, მე ამას მე ვლაპარაკობ ჩემი ოჯახიდან და ჩემი შვილიშვილი ხან წავა და ხან ძლივს მიყვავს და ხან კიდე სწავლობს და ხან არ სწავლობს. მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ, არ ვლაპარაკობ არავისზე, კაცო. მე ამ ბავშვს რომ საშუალება მე აბა მე გამესწინებ, ვინ გამასწენებდა სკოლას. იქ არ შეიძლება. აბა ავად გამختارიყავ, ვინ ის უნდა მიგეტანა პოლიკლინიკიდან, უნდა უნდა მიგეტანა, მართლა ავად იყავი თუ არ იყავი და ეს კონტროლდებოდა ყველაფერი. როგორც კი ჩვენი ბავშვები მიუშვით ამაზე. ჩვენთან ბავშვებმა წერა აღარ იციან, კითხვა აღარ იციან, კითხვის ის მართვის პრობლემა, რომელშიც მშობლების წილი არანაკლებია ვიდრე სახელმწიფოსი. თქვენ გესმით მე-12 კლასელი აბიტურიენტი ბავშვი არის საქართველოში, რომელსაც კითხვა უჭირს და ასეთია უმრავლესობა. რო არ გითხრათ 40%, კიდე კაი მეტი არა. ეს მარტო კითხვა შეეხება და აზრის გამოტანა პროცენტი რამდენი იქნება? კითხულობ, ამოკითხვა გიჭირს, აზრი როგორ უნდა გამოიტანო? აი ეს არის ერთი თემა. მეორე თემა ისევ სკოლის სისტემას შევეხებ. მე ერთი წლის უკან ჩემს ახლობელ ადამიანებთან ერთად რამოდენიმე საგანი გადავამოწმე. 70-იან 80-იან წლებში კლასების მიხედვით რა ისწავლებოდა, რა ეწერა წიგნში. ქართულში, მათემატიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, რა
მოცულობის მასალა ისწავლებოდა მე-3, მე-4, მე-5, ასე შემდეგ მე-10 კლასამდე. და შევადარებინე ამ ჩემს ძვირფას მეცნიერებს და სკოლის მასწავლებლებს მათ შორის ის რაც დღეს ამ წიგნებში წერია. 15-დან 25%-მდე იყო ჩარჩენილი ის რაც ეწერია. მაგალითად ტრიგონომეტრიაში მე ვსწავლობდი 32 ფორმულას, დღეს ბავშვები სწავლობენ 2 ფორმულას წაკითხვით, რომ წაიკითხონ ისე რომ ცოტა და არაშინა არსობრივად. აი ეს მარტივი მაგალითი, ანალოგიურია ბიოლოგიაში ანალოგიურად. ანუ გავწიეთ მეცნიერების დონე. მეცნიერება კიდევ ცალკე თემა ჩვენ იქამდე მივიღოთ ალბათ. სასწავლო პროგრამის კურსი ისე გავამარტივეთ, რომ და ესაც კი უჭირთ. უმარტივესია. არაერთხელ ამ ძვირფასი ტელევიზიიდან მივმართეთ ჩვენ მთავრობას ერთ-ორჯერ განათლების მინისტრს მივმართეთ. და შემიძლია რომ კიდე გავიმეორო რა. ის რომ ბავშვებს კალიგრაფია არავის არ უვარგა. ბატიფეხურია პირდაპირ 99% ბატიფეხურია. კაცო ჩვენ დროს ისწავლებოდა როგორ გამოგეყვანა ასოვნიშანი ქართულში, რუსულში, მერე ინგლისურში, ვეულებიოდა, კონტროლდებოდა ის კაცო. და მაგ მარტო ლაპარაკი იმაზე კი არა რომ ლამაზი იყოს და ამაზე კი არა საუბარი. ადამიანი ბავშვი 6 წლისა პირველად, როდესაც კალამს დაიჭერს ხელში. იწყებს მის ცხოვრებაში პირველი სერიოზული საქმის გაკეთებას, რომ უნდა დაწეროს მან A, B და ასე შემდეგ ანბანის ყველა ასონიშანი, აი ეს საქმე რომ დაიწყება და დამთავრდება, ხარისხიანი იქნება ეს საქმე ხარისხიანად გაკეთდება თუ არ გაკეთდება. შენ თუ ბავშვს აძლევს საშუალებას რომ ეს ბატიფეხურად დაიწეროს, B-ს და G-ს და ყველაფერის მაგას მიაყოლო, იმ ადამიანს თავის უნარჩვევებში ეკარგება განცდა რა არის კარგად გაკეთებული საქმე და ცუდად გაკეთებული საქმე დიდ საქმეებზე ვლაპარაკობ ელემენტარულიდან შენ ამას არ აკეთებ. ამიტომ განათლების მინისტრს მიმართავთ რომ გვაჩვენეთ ბატონო ამ რეფორმაზე რომ აწყობთ ხომ? გვაჩვენეთ კალიგრაფიის ელემენტარული პროგრამა, რომელიც 6-7 წლის ბავშვებს კარგ კალიგრაფიას ასწავლის. მარტო ეს გვაჩვენეთ. ეს მცირეოდენი საკითხია. შუაში კიდე ამაზე მე შემინდა თქვა, მაგრამ ეხლა ცოტა ხანი ამას გავუშვები და მეორე საკითხს ვიღე კიდე. ქართველი მათემატიკოსია, მეცნიერი, 80 წელს გადაცილებულია ეს კაცი. 400 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო თავს აუმტრობს და ვერ ამოუცნიათ ფერმას დიდი თეორემა, ვერ ამოხსნა ვერავე. ამ ადამიანმა ამოხსნა სამკუთხა მახვილკუთხა სამკუთხედებისათვის. ამოხსნა, ჩვენ მქონდა 4 გადაცემა. ქართულმა მეცნიერმა ცოცხალთან ეს ადამიანი წერილები გააგზავნა აკადემიაში, განათლების სამინისტროში. პასუხი არ აინტერესებს გასო. შენ რომ ლაპარაკობდა ევროპას რომ ეჯინავება ახლა გამოდიან ჩვენი ხელისუფალნი და ევროპას ხან იქიდან ეჩქუბებიან, ხან აქედან ეჩქუბებიან და მართალაც არის ასაკეთებენ, განა სწორად არ აკეთებენ, მაგას ახლა არ ვიხები. მაგრამ შენ თუ გინდა ევროპას დაანახო რომ ევროპელებო 400 წელი რომ აუმტრევ თავს ფერმაზე, თეორემაზე. ქართულმა მეცნიერმა ამოხსნა და დაგიდო აგერ და გაიგეთ ჩვენ ვინა ვართ, გათო არა ვართ ჩვენ ჯუნგლები, თქვენ ხართ, ჩვენ კი არა ვართ გაცო. ამიტომ მეორე საკითხი ეს არის განათლების მინისტრს მიმართავ. ომარ ქომურჯიშვილის ამოხსნა საოცარ ამ უხსნელებში შედებს სოფლიოში პელერმანმა რო აღმოაჩინა მაგალითად და მთელი სოფლიო მაგაზე ლაპარაკობს თან ფულის ვარა იყო ის რუსი მეცნიერია არანორმალური ადამიანი ვიც ცხოვრობს ისე დადის ჩაცმული და ის მართლა მეცნიერია რაღაცნაირი მეცნიერია რომ ბუნებრივი ცხოვრების პირობებს ჩამოშორებულია და პელერმანზე მთელი სოფლიო ლაპარაკობს ანალოგიურია ომარ ქომურჯიშვილის ამოხსნილი ფერმას დიდი თეორემა კაცო არ გაინტერესებთ ორი საკითხი დავაყენე. ერთი მათემატიკურად ურთულესი, მაგრამ ძალიან საინტერესო, რომელიც რომ გაიგებ თუ მოინდომებ და მეორე კალიგრაფია ასწავლეთ ბავშვებს და პროგრამა გვაჩვენეთ რომ დავიჯეროთ თქვენი რეფორმა. რატო როგორ დავიჯერო მე თქვენი დანარჩენი რეფორმებისა უმაღლესში, სკოლებში და ასე შემდეგ, როგორ დავიჯერო, როცა ბავშვებმა წერა არ იციან, ბატიფეხურს მიაქვს მთელი საქართველოს სასკოლო სისტემა. 6 წლიდან 16 წლამდე ბატიფეხურია ეს ყველაფერი. თუ ბავშვმა წერა არის ის ვერც კომპიუტერის წერას ისწავლის კარგად და ვერაფერს ვერ ისწავლის ცხოვრებაში, ვერც ლექს ვერ ისწავლის და ვერაფერს, იმიტომ რომ ვერ კითხულობენ. ბავშვმა წერა არის ის. ამიტომ მართვის საკითხებსაც ბატონმა გიორგი ბრძანამ ეხლა ამ კუთხით შევეხმიანე, რომ მართვა როგორ უნდა ხდებოდეს, პირდაპირ ვეუბნები. თუ თქვენ პატივს სცემთ ქართველ ბავშვებს, მაშინ მშობლებიც დააუკეთ და ნუ მისცემთ იმათ თავისი შვილების გადამეტებული სიყვარულის უფლებას. გაიყვანეთ სკოლიდან ყოველ შემთხვევაში 14 წლამდე მაინც მანდატურები არ ჭირდება არავის და ბოლო 2-3 წლის ასაკის ახალგაზრდებისთვის გააკეთეთ როგორც ამერიკაში, ეგრეთ ცალკე სკოლებია მაგათთვის.
ეს რატო ვიკითხე? ზედმეტად ხო არ ვაყვინიზებთ ჩვენ შვილებს და ზედმეტად ხომ არ გვინდა რომ აი ეს რა ქვია ფუნთუშების თაობა გავზარდოთ და თავზე ხელი გადაუსვათ და რეალურ ცხოვრებისთვის ეს ბავშვები არ იყვნენ მომზადებული. მომზადებლები არიან. არა მარტო მანდ, ქალბატონოია, ეს ყველა ოჯახში თითქმის მასეა. ევროპაში კაცო, ისევ გერმანია რო ავიღო და სხვა ქვეყნებში. იქ სიცივეში ბავშვებს გრილი ამინდიროა, თოვლი მოდის. ისე არასწორად როგორც საქართველოში. იქ არაზალებენ ჭამას, ბატონო, საქართველოში აზალებენ ჭამას. ეს არის ეთნიკური თვალებამდე აფარებული. ეთნიკური მდგომარეობა, რომელიც ადრე მასე არ იყო. ადრე ოჯახს შრომა უწევდა, ბავშვი შრომობდა, უმეტესობა სოფელში ცხოვრობდა და ის საკვებს შრომითი მოიპოვებდა. საბჭოთა კავშირში ჩვენ უფრო სხვა რამეს მივეჩვიეთ, იქ უფრო იოლი გახდა ცხოვრება, რაღაცა დაემართა ერთმანეთს, განამშრომელი ხალხი არ იყო, მაგრამ ეს მოდაში წამოვიდა. რომ შენ შეგიძლია არ ისწავლო და კაი ცხოვრებაზე გახვიდე. შენ შეგიძლია რომ როგორც გინდა ისე იცხოვრო და ამით ცხვებს აჯობო. და ეს ესე ხდება შემდეგ. ბრძანეთ გუშინ მიყვებოდა მეგობარი რომ ერთ-ერთ სკოლას არ დავასახელებ ახლა იმ სკოლას რომ ისეთი მანქანები აკითხავენ ბავშვებს ოღონდ მშობლები კი არ აკითხავენ მძღოლები აკითხავენ რომ შეიძლება ასე ვთქვათ კატალოგი შეეცვალა და ჩემთან ახლა პირველი გასაუბრება რომ მქონდა დირექტორთან მან ვითხრა მშობლებს რომ ძალიან ვთხოვთ არც ერთმა არ მოაცილოთ სკოლამდე ბავშვი და არც ერთმა არ წაიყვანოს სკოლიდან ბავშვი. რომ ბავშვი მიეჩვიოს 10 წლიდან დამოუკიდებელ ცხოვრებად და იყოს უფრო მეტად სოციალური. წავიდეს სკოლის ბავშვებთან ერთად, წამოვიდეს სახლში სკოლის ანუ მე თავის თანაკლასელებთან და ხო ხტებით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა სოციალური ეფექტი აქვს რა ყველაფერი. ბატონო სხვა გამოცდილებას გეტყვით ბატონ დავით. მე პირველი ექსპერიმენტული სკოლა დავამთავრე და მოგეხსენებათ ბაშკირა ძალიან ესეთი ელიტური სკოლა იყო და რატომ? იმიტომ რომ ყველა მინისტრის მოადგილის შვილი და შვილიშვილი სწავლობდა იქ და დადიოდნენ შავი ვოლგებით ბაშკირა ჩვენ დროს ყველაზე პრესტიჟული მანქანა იყო. დაცვებით შავი ვოლგებით, ბძღოლებით და ასე შემდეგ და მამაჩემს რომელსაც აგრეთვე ემსახურებოდა მანქანა და მისი სამსახურის გავლით უნდა ჩემ სკოლაში მოხვედრილი ყავი და შეეძლო რომ წავეყვანე. არ მახსოვს არც ერთ შემთხვევა, როდესაც მამაჩემმა გამიყოლა სკოლაში თავის მძღოლთან ერთად. არასოდეს არ მოხდარა ეს ამბავი. სულ ვაპროტესტებდი ამას ყველაფერს, მაგრამ მე მგონი არაფერი დამიკარგავს. ჩვენთან კიდევ როგორი პრობლემაა? არსებობს ფასიანი სკოლები და სახელმწიფო სკოლები. ფასიანი სკოლა ნიშნავს, რომ თუ ადამიანს მეტი შემოსავალი გააჩნია, აზარ სეგრეგაცია მეთქი. სეგრეგაცია ხომ ერთია, მაგრამ ჩვენთან უბედურება რა შეეგასო. ახლა რა არის ცნობილი უნივერსიტეტები ბრიტანეთში, ამერიკაში, ევროპაში, რაც კი გაგვიგია ცნობილი სახელები, იქ ფულს იმიტომ მიხდიან, რომ ძალიან მაგრად ისწავლონ და აი ეს თანხა გადახდილი უნდა უდრიდეს იმ განათლებას და იმ ცოდნას, რომელიც მან იქ მიიღო. იქ იმდენად დიდი კვალიფიკაციის პროფესორები ასწავლიან, ხო, მიმოკლესებში. ჩვენთან ფულს იხდიან, იმიტომ რომ ბავშვი არ ისწავლონ არაფერი საერთოდ. სკოლასაც უხარია, უმაღლესაც უხარია, ოღონდ ფული შემოვიდეს და იმან გინდა ისწავლოს, გინდა არ ისწავლოს, პირიქით. მშობელი იხდის ფულს იმაში, რომ მისი შვილი იყოს სახლში, იქაც ფული იხადოს და მე რეპეტიტორებთან ატაროს ეს ბავშვი, დაუждდეს ორჯერ ძვირი, ოღონდ არ არის სკოლაში. აი ესეთი მდგომარეობა არის. კიდევ ერთი მინუსი, რომელიც მე ხალ აპარაკობ ზოგადად ის რაც ჩანს. ეს არის პედაგოგიკის ინსტიტუტის გაუქმება. ხელში ჩაიგდეს, ვინ ჩაიგდო, კი იცით ახლა იმათ თავიანთი იდეოლოგიური წარმოდგენები აქვს ამ ცხოვრებაზე და რას უშურებიან ამ თავის ბავშვებს და რა ხატები გამოფინეს ეგრეთ წოდებულ სულხან-საბაში და ილია ჭავჭავაძეში და ყოფილ პუშკინში, რომ უბედურება დაატრიალეს იმათმა იქ და კიდევ ბევრი სხვა რაღაცა. საქართველოში პედაგოგიკა აღარ ისწავლება. პედაგოგი ნიშნავს ქალბატონია დანელიას, რომელმაც არა მარტო იცის, რაც მის საგანს წარმოადგენს, არამედ მან იცის ამ საგნის ცოდნის გადაცემა როგორ მოახერხოს ნებისმიერ ასაკის ბავშვებში. საქართველოში ამას ახალგაზრდა მასწავლებლები აღარ იღებენ, არ სწავლობენ. ამიტომ ესეთი იდეა, რომ დაძდევთ ამ უმაღლესებს და ხან გაერთიანება გინდათ და ხან რა გინდათ, ვერ გაარკვიეთ, ბოლო-ბოლო კიდე ჩაფლავებული რეფორმა რო არის, ისევ განათლებას მიმართავ. ან აღადგინეთ, ან დაარსეთ ახალი პედაგოგიკის უნივერსიტეტი. მას საფუძვლად დაუდეთ
დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია და კიდევ ნადირაშვილის და კიდევ სხვათა უზარმაზარი მეცნიერების მსოფლიო მასშტაბის მეცნიერების შრომები. იქ აღზარდეთ ბავშვებზე რა იყო გასაგებია. იმ ბავშვების მასწავლებლები, რომლებიც სკოლამდელი ასაკისანი არიან, რომლებიც 12 წლამდე არიან მაგალითად, ამ მასწავლებლებზეა ლაპარაკი. იქ პროფესიულ მათემატიკას და სხვა ქართულს და სხვა რაღაცებს, იმას ეს სასწავლებელი შეიძლება აღარ იყოს, იმას პროფესიული ცოდნა სჭირდება მათემატიკაში, ქართულში და ყველაფერში. იქ მარტო პედაგოგიკა აღარ გიშველი, შენ უნდა იცოდე უკვე პროფესია, პლუს პედაგოგიკა, მაგრამ პედაგოგიკა რომელიც საკმარისია სკოლამდელებისთვის და პირველი დაწყებითი კლასის ბავშვებისთვის ეს უნდა ისწავლებოდეს და ჩვენ უნდა გქონდეს იმისი ამბიცია, რომ საქართველოს იყოს უპირველესი ქვეყანა პედაგოგების მომზადების კუთხით. ჩვენ ამის საფუძვლები გაგვაჩნია. ჩვენ ტყუილა არ დაგვიწერია ვეფხისტყაოსანი ქართველებს, ტყუილა არ შეგვიფნია იონე ზოსიმეს არ დაუწერია ქებაი და დიდებაი და ეს ყველაფერი ჩვენ შემთხვევით არ გაგვაჩნია. ამიტომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომელიც გაგაჩნიათ ბატონო განათლების მინისტრო და დაანებეთ ამ იმების ყდაზეო სურათი დავიტანეთო იონე ზოსიმეს ხო და ერთი ძალიან მაინტერესებს ამ ალიკო ცინცაძეს რო გამოიყიდა ნახევარი ეს ილია უნი რო დაარქვეჯე სამარცხვინოთ რო დაარქვეს ეს სახელი ესეც სახელი არ ეკადრება ილია ჭავჭავაძეს მაგრამ კარგი და ხან დაარქვეს ილია უნელებს უნდა დაუჯეროთ და ალიკო ცინცაძეს აღმოჩენა საოცარი აღმოჩენა ქება და დიდებაი თურმე რას წარმოადგენს დედამიწის არც ერთ ცივილიზაციას რომ არ ქონია ის სიმაღლეები ქართული დამწერლობის ქართული ენის და ამ ენის მათემატიკური აგებულების ამას რატომ არ იცავთ ვისაში ჭირდება ყდაზე დატანილი იონე ზოსიმე თუ შინაარსი არ იცით არც თქვენ და არც არავინ ლაპარაკობ მეცნიერებზე თუ რა აღმოაჩინა ალიკო ცინცაძემ ამიტომ ეს ტყუილები ისე რეფორმა გავაკეთე და რეფორმა სულ ყველა მინისტრი აკეთებს ამ რეფორმას რა 25 წელია რეფორმა იმდენად სამარცხვინო გახდა განათლების სისტემაში სიტყვა რეფორმის წარმოთქმა რომ მაგის თქმას არ თქმაჯობია რა და ისე იმუშაოთ მაგის გარეშე რა რეფორმას აკეთებთ გასო არ გესმით ბატი ფეხურია სკოლა უმაღლესი არავინ არ დადის სკოლაში ბოლო 2 წელი ბავშვები აღარ დადიან არადა ეს არის ასაკი ხალბატონოია როდესაც ადამიანის გონება ეს არის ღრუბელი რომ შეისრუტავს წყალს საოცარი ნიჭია ხო აი საოცარი ასაკია 14-ის 15-ის 16-ის 17-ის 18-ის ბოლო 2-3 წელი სკოლაში პირველი 3-4 წელი უმაღლეში ამ დროს იძენ შენ თუ რამეს იძე იმის მერე უკვე ხდება იმის დახვეწა განვითარება და კიდევ ასე შემდეგ არა ამ ასაკში ბავშვები ჩვენები არ სკოლაში დადიან და არც უმაღლეში იმან რა უნდა გამოვიდეს ისინი ვერც დამოუკიდებელ ქვეყანას ვერ შეინარჩუნებენ და ვერც საქართველოს სიდიადეს ვერ განავრცობენ მსოფლიოში რაც თურმე ჩვენ გქონია ბატონ დავით მინდა ჩემს მაყურებელს უთხრა რომ ბატონი ალიკო ცინცაძის მართალია უსამართლოდ ესე იგი ყოფი მეცნიერის მოსმენა შეუძლიათ ჩვენს არხზე ბატონი ალიკო ყოველ კვირას არის ჩვენთან ძალიან საინტერესო ლექციები დიდი მადლობა მას ამისთვის მე უბრალოდ მგონია რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში დაწოლას ვერ გაუძლო დაწოლას ლიბერალური რასაკვირველია ლიბერალური ხალბატონია ეს ყოფილიყო 5 წლის წინ კიდე გაიგებდა ადამიანი გასო ეს ჩვენი მთავრობა ის ელაპარაკება deep state და მთელი მძალებს ვინც ამ ეგრეთ წოდებულ ირიაუნს მართავს და ვინც ის ელაპარაკებიან დიდ პოლიტიკურ საკითხებზე ლამისაა და შეიცვალონ გეოპოლიტიკური აზროვნება ისე და ვაფასებ ამას გასო ეს დიდი ვაჟკაცობაა და სახელმწიფოს ხელისუფალს ეს რა თქმა უნდა პატივისცეთ ასეთ ხელისუფალს ხომ მაგრამ იგივე ხალხი ვისაც ჩენა აქედან ეწინააღმდეგები და თან ისე ეწინააღმდეგები ისინი გამწარებულები არიან როგორ გაბედა საქართველოს მომდენი და გაბედა და გადაირჩინა თავისთავად ხო ამ 4 წელიწადში ისაც უკრაინას ვერ აიცილა თავიდან უკრაინამ ქართველებმა რა როგორ აიცილეს კაცო ისევ ხელისუფლების სამსახურებაა მაგრამ ამ ადამიანებს თუ ამაში ეწინააღმდეგები და ისინი ამითი გამწარებულები არიან ამ განათლების სისტემაში რა არის გადაულახავი არ გადამრიოთ რა ესე იგი არ გინდათ რომ გააკეთოთ რა თქვენ სამონაწილეში იმ ჭუაზე ბრძანდებით თორე რომ გნებავდეთ მაშინ ვერც ვერავინ ვერ გაგიბედავდათ როგორც პოლიტიკურ შემთხვევაში ამ განათლების პედაგოგიის ინსტიტუტის შემთხვევაში გააუქმეს და გააუბედურეს მასწავლებელი აღარ გამოდის იქიდან ანუ პატუცემულობა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ბატონი ალიკო ცინცაძის მოსმენა საჯარო ლექციით თქვენ შეგიძლიათ ჯორჯან ტაიმსის ეთერში ჩვენ არ ვართ ერთადერთი მსხვერპლი როგორც ბატონმა გიორგიბაც ბრძანა ხო არსებობს გლობალური პერსპექტივები, გლობალიზაცია რომ ქვია, არსებობს ქვეყნები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავის თვითკმარი სახელმწიფოები იყვნენ. როგორიც არიან ახლა ცნობილი განვითარებული ეკონომიკით და განათლებით იგივე ჩინეთი, ახლა ინდოეთია, მადრიდში ამერიკა ჩამოიტოვეს კინაღამ და ასეთი მდგომარეობა. მაგრამ
ამ გლობალიზაციას მოყვა ის. წარმოედგინეთ უმაღლეს. ამ გლობალიზაციას მოყვა ის, რომ თვით ამერიკაში, ვინც გლობალისტების ერთ-ერთი ლიდერი იყო, იქაც პრობლემები შეიქმნა. იგივე ევროპაში და ბრიტანეთში იქაც პრობლემები შეიქმნა, იმიტომ რომ ბირმინგემი მეორე ქალაქია და იქ უკვე მესამედი არაბრიტანელი მოსახლეობა არის, მერი და იმათი საკრებულო თუ რაც ქვია, იმათ იმას მუჰამედი ყველაზე გავრცელებულია. თვითონ თავისთავად დაიზიანეს. ამ დაზიანებაში მოყვა საქართველოს და საქართველოს მოყვა განსაკუთრებით ამის დაზიანებაში. იმიტომ რომ ჩვენ როგორც ერთ-ერთი გამორჩეული სამეცნიერო ქვეყანა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, იმიტომ რომ ჩვენი ხელით ბევრი რამ ხდებოდა და არა მარტო სამეცნიერო კუთხით, ჩვენ სპორტი და ჩვენ იგივე თეატრი, მე მაგას მინდა მე დაუბრუნდე იგივე თეატრს. ის თეატრი, როდესაც ბატონმა რობიგო სტურუამ რომ წაიღო, გასწორებ და ლონდონში რო გააგიშა ბრიტანელები, ხო? ის ერთ-ერთი ელემენტი იყო ჩვენი დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის, ჩვენ ეს მეც კი გავიკეთეთ. თურმე ჩვენ როგორი მაგრები ვართ, რომ ჩვენ თურმე შეგვიძლებია. ეს ქვეცნობიერი განცდა იყო ამისი, რომ ეს არ იყო პირდაპირ კავშირში, რომ დამოუკიდებლობა გინდა. დინამო თბილისმა რომ 91-ში თასი აიღო, ეგეც შემადგენელი ნაწილია. ესე იგი, თეატრი ამ შემთხვევაში კინოხელოვნება ახლა მაინც ჩაკეტილი იყო საქართველოში იყურებოდა გარდა რამოდენიმე ფილმისა, მაგრამ თეატრმა რომ გააღწია ევროპაში და მსოფლიოში და აღმოჩნდა რომ ესენი სასწაული ხალხია და ჩვენ რო გავიგეთ რომ ისინი ამას ფიქრობენ, ჩვენ მეტი ამბიციები გაგვიშთა დამოუკიდებლად ყოფნისა. ფეხბურთმა თავისი თამაშა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა და მეცნიერებზე აღარ ვლაპარაკობ. აი ხა სწორედ Facebook მეგობარი წერდა რომ ინგლისში ჩავედიო და სრულად უცხო ვიყავი მათთვისო და ერთხელ მაღაზიაში შევედიო და აი ეს მაღაზიის პატრონსო ვეუბნებიო რომ ჯორჯა და უცბათო მომიტრიალდაო და მეკითხება რობიკო სტურუაო და ყველასო გააცნო ჩემი თავიო რომ მე ვარ რობიკო სტურუას ქვეყნიდანო და ამის შემდეგ მეგობრები სხვანაირ თვალით მეყურებდნენ. ბატონ დავითს უნდა ვკითხო, ხა მე არ ვიცოდი. ძველი კითხვაზე არ გაგეცეთ პასუხი. ბოლომდე და თუ შეიძლება ვიტყვი და ბოდოს იხდით და მე მოვისმენ შემდეგ კითხვასაც. აი თქვენ მკითხეთ რატომ არ არის ახალგაზრდობა დაინტერესებული იყოს მასწავლებელი. რაც მე ვთქვი. განსაკუთრებით მამაკაცი მასწავლებელი. ხო, რაც მე ვთქვი. ნუ ანაზღაურება მართალი ბრძანა ბატონმა გიორგიმ, ის თანხაც უკვე ძალიან ცოტა, ეს 2000 ლარიც კი ძალიან ცოტა აქ ცხოვრებისთვის. ეს კარგი იყო 5 წელი წინ მეგრო ყოფილიყო, მაგრამ ეხლა ჩამოვჭენა. ესეც არ აქვს სხვა პროფესიის ადამიანებს ხო? აი ბრძანა ასევე სიამაყე ახსენა რომ ჩვენ მე ხა ტერმინებს ვიყენებ რომ სხვა თემაზე გამოვიყენო, მაგრამ მასწავლებლებს დაუკარგეს აი სიამაყის განცდა, რომ ისინი ახალ თაობას ზრდიან. რატომ? რაც მე ვუყევი, მშობელი პლუს ბავშვი, რომელიც ტელეფონებით დარბის და ოღონდ არასწავლო და იქით გამოგიჭეს მასწავლებელს და მანდატურები. ძალიან ზვირიანი ტელეფონებით შესაბამისად მანდატურები. 10 თვის მასწავლებლის ხელფასი. რა უნდა სკოლის შენობაში, კაცო? არაფერი არ უნდა. ახლა რა ხდება კიდევ გლობალიზაციას მოყვა ის რაც მოყვა ბევრ ქვეყანაში, ეს ბოლონიის პროცესები და ყველაფერი. დაარტყეს პედაგოგიკის ინსტიტუტს და ვისხლში ჩააგდეს ჩვენ ხედავთ. დაარტყეს სკოლას, სპეციალურად მოხდა ეს ყველაფერი და დაიწყო ჯერ კიდევ შევარნაძის დროიდან დაიწყო, ისე ფულს არ მოგცემ თუ ამას არ გააკეთებთო და არა მარტო ნაციონალების დროს, ეს სისტემური დარტყმა ამ ყველაფერზე და დაარტყეს უკვე ნაციონალურ მოძრაობამ დაარტყა სამეცნიერო ინსტიტუტებს. ესე იგი, შენ რომ მეცნიერი გახდე, უნდა მიდიოდე იმედად რომ დაამთავრე შენი სწავლის პროცესი და უნდა წახვიდე სამეცნიერო ინსტიტუტში. აღარ არსებობენ 46 იურიდიული პირი. სამეცნიერო ინსტიტუტი არსებობდა საქართველოში 20 წლის წინ. იყო ეს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. სახელები ვითომ შეუნარჩუნეს, ზოგიერთი გააუქმეს და ისინი გადაიყვანეს ისინი განყოფილებები უნივერსიტეტებში. ამ ჩვენ საწოდა უნივერსიტეტს ბავშვები ვერ მიუყვანია რომ დაასწროს ლექციებს 90% აღარ დადის. მე ვლაპარაკობ ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტზე ვლაპარაკობ. ეხლა ეს არ შეუძლია გააკეთოს რომელ მეცნიერების აღმდგენი არის უნივერსიტეტი. მაგის თავიც აღარ გააჩინა, კიდევ გააუქმეს და მიაწევეს ერთი მეორეს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხო? ესე იგი, მთელი სისტემა მოშლილია. საბავშვო ბაღებისა, საბავშვო ბაღის მასწავლებლებისაც უბუდურობა ტრიალებს. იმათმა ბავშვი არ არის არიციან, იმათმა მშობლებს უნდა ხმები მიაცემინონ არჩევნებზე. სკოლა, რაც მოვყევით, უმაღლესები, რაც მოვყევით და ინსტიტუტები გაუქმებულია. ერთმა გამოჩენილმა აკადემიკოსმა მითხრა 12 წლის წინ მე მომამზადე პროექტიო, ცნობილი ადამიანი და მე ამდა რომ სახელი გვარი თქვა აკადემიკოსია და ძალიან პატრიოტული აკადემიკოსია. თქვა რომ ესე იგი 12 წლის წინ იყო ჩემს მიერ გაკეთებული პროგრამაო, ის რა ძალებიც არის გადარჩენილი, ხო მეცნიერები ძალიან პატარა ხელფასი მეცნიერებს აქვს. იმათ აქვს 600 ლარი, რა თქვენ ბრძანეთ, ბატონო გიორგი. მასალებას ორჯერ და სამჯერ მეტრი შეიძლება ქონდეს. მეცნიერები საერთოდ უბედურება, კულტურის მუშაკები უბედურებაში არიან, ბიბლიოთეკარები უბედურებაში არიან, 500 აქვს და 700 ლარი, მაგათ ეს ხელფასი აქვს. და აი ეს ინსტიტუტები რომ აგვედგინაო, რა რესურსები ქონდა? იცით რამდენი აქვს ბატონო? ვის მასწავლებელს? ბაღის.
400 ლარი აქვს ბატონ დავით. ხო, მithumetes. რა წააგობთ რომ უბედურებაო? იმ 400 ლარიან ხელფასს. აი, მაგათ ხელფასებზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ გახდება ეგ არის ამბავი. უბრალოდ სახელმწიფოს დაავიწყდა რომ ეკონომიკა და ძალიან ბევრს კიდე რომ ეკონომიკა შემოსავლებს და სიმდიდრე გვჭირდება იმისათვის რომ ემსახუროს თავდაცვას, ჯანდაცვას, განათლებას და კულტურას. კი ბატონო გიორგი მართალი ბრძანდებით. ნახეთ რა არის? აი ეს დარტყმები რომელიც მიყენებული იქნა, ეს ყველაფერი ერთად დიდ რეფორმაში თუ არ იქნა გათვალისწინებული, ოღონდ საჯაროდ უნდა გამოვიდნენ და ეს უნდა დაალაგდეს. ეს უზარმაზარი რეფორმა თუ არ ჩატარდა, მომავალი არ გააჩნია, იმიტომ რომ როცა თითო ერთი კომპონენტი მაინც სკოლა რო ამოაგდო უმაღლეს აღარაშველება. შენ თუ სამეცნიერო ინსტიტუტი აღარ ხავს, იმას არაშველება. ხო და რას ვამბობდი, აღარ დამთავრებია. აღდგენა შეიძლებოდა მარტო 17 ინსტიტუტის 46-დან. დღეს აღდგენა უკვე აღარ შეიძლება, ძალები აღარ არის. არიან ასაკში შესული ადამიანები, რომლებსაც ინსტიტუტი რო იყო მაგალითად, ხო? აღარ მე დავასახელებ. ერთ ოთახში რა არის, ამხელა ოთახში რა არის? ვიტყვი ბოლო-ბოლოს რა. არნოლდ ჩიკობოვას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. აი ამხელა ოთახში მუშაობენ მარტო. გესმით თქვენ? ენათმეცნიერებაზე ლაპარაკი. არნოლდ ჩიკობოვა იყო ის კორუფცია და ჩილო კავკასიაზე და იმაზე, ეს იყო მაგათი მის გამო და მისი სახელის და მისი შრომების გამო ჩამოდიოდა მთელი ახალგაზრდობა იქიდან ჩილო კავკასიიდან თბილისში რომ სწავლობდნენ. ამას ჩვენ ვეღარ დავატრიალებთ. ამის საფუძველი არის ეს, რაც მე ვთქვი, უნდა აღდგეს, მაგრამ ისიც კი ვეღარ აღდგება, ძალები აღარ გაგვაჩნია. ისი თქმა მინდა, უიმედობა რო არ ეგონოს ახლა ვიღაცას ამ ყველაფრის აღდგენა შეიძლება, მაგრამ ამ მდგომარეობაში, როდესაც მთავრობა ამას რაღაცას თამაშება რეფორმებზე, ამას დაანებეთ თავი რა. ეს საქართველოს თქვენ ხალხმა ჩაგაბარათ, 4 წელი მოგცადო ვადა, რასაც ვლაპარაკობთ, გაიგეთ და გააკეთეთ. და ეს კიდევ, რაც შეეხება ემიგრაციას, უზარმაზარი ღირებულება გააჩნია ქართულ ემიგრაციას საქართველოსთვის. მეცნიერები, შრომელი ხალხი, ინჟინრები, იგივე თქვენ ბატონო გიორგი, კულტურის სფეროში მუშაკები, საოცარი ქართველები არიან მთელ მსოფლიოში ვინც არიან. ამიტომ იმათ ინიციატივაზე კი არ უნდა იყოს თავიანთი პატარა ძალები, რაღაცა პატარა ჯგუფი გააკეთონ, ქართული სიმღერა ასწავლონ, სახელმწიფო ემიგრაციის გაერთიანება უნდა დაიწყონ სახელმწიფო პოლიტიკის ქვეშ. არ არის მათი აქ უკან დაბრუნება აუცილებელი, პირიქით იქ იყვნენ, იმიტომ რომ იქ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ და დღეს 21 საუკუნე ამას ითხოვს. გვაქვს ციფრული სამყარო, ამ ციფრულ სამყაროში შეიძლება იქიდანაც რომ ისწავლებოდეს, ვინც კი დიდი მეცნიერია დააფინანსეთ შექმნილი ციფრული უნივერსიტეტი თქვენ მოვისმენთ ამაზე ჩვენ გქონდა მსჯელობა და ეს ხალხი არ დაუკარგოთ საქართველოს რა და დაანებეთ და მაიმუნობას თავიაწყდება საქართველოში. განათლებას მიხედეთ რაც მისახედია მართლა. და კიდევ ერთი სიამაყის გზნობას რაც შეეხება. მე მაინც გამოვყოფ ქართველებს თუნდაც ამიერკავკასიაში, კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპაში და მსოფლიოშიც. 8000 წელი რომ შენ გაქვს ისტორია და ქვევრს ააშენებ შენ მანამდე 1-2 წელი გავლილი გაქვს რომ მოხვიდე ყურძენთან ღვინოსთან დაждდე და საძეგრძელო თქვა და რომელ მომთაბარეობაზე ლაპარაკი ქვევრი ააშენა შენ იქ ცხოვრობ 8000 წელია ცხოვრობ იმ ქვევრთან რომ შენ სიტყვას ამბობ იქ არის შენი დღევანდელი თეატრი და იქ არის შენი დღევანდელი პოეზია იქ იბადებოდა 8000 წელია ვაჟი ვინ შეგვიძლია ჩვენ ამას ვინ გაბედავს რატომ არავის არ აქვს ცეკვები რატომ ვერ ცეკვავენ ცეკვას ვერ სწავლობენ რატომ ვერ მღერიან? რატომ არიან თქვენი სტანა ხალხი ცნობილი ცნობილები მსოფლიოში თქვენ რომ ბზაენ ხალბატონია ოპერებს ანგრევენ დედამიწაზე ავსტრალიიდან დაწყებული კანადიდან დამთავრებული კაცო. ხო და რატომ ხდება ეს ყველაფერი? ცივილიზაციის საწყისები არის აქ დაბადებული. ენა რატომ ლაპარაკობთ კარგად გერმანულად? რატომ არ შეეძლო რუსი, უბედურს, ინგლისური? რასისტულად რო არ გამოგვივიდეს. რასისტულად არ გამომდის მე კაცო, ლაპარაკობ მეცნიერებას ახლა. რა შუაში რასიზმი ჩვენ მოგწერ ერთმა გადარეულმა, აგერ მე და ხალბატონიას, რა რასიზმი რა შუაშია? ხო, არა, ხვდებით მე ყველა რასისტული არ არის. ჩვენ კი მეგეთახმებით რომ ჩვენ ძალიან განსაკუთრებული ხალხი. ხალბატონია და ბატონო გიორგი ძალიან გთხოვთ რა, ძალიან გთხოვთ. რასიზმი არ არის ეს? რატომ არ აქვს არავის გარშემო პოლიფონია, გამაგებინეთ ერთ. რატომ არა? მე გეტყვით რა. რატომ არა ხდება? იმიტომ რომ ეს კულტურა, რომელიც ჩვენში შეიქმნა, ხო? თავისთავად ცხადია, თქვენ ახლა ქვევრი ახსენეთ. იქიდან მოდის. ერთ-ერთი ქვევრის ბრალიც არის. კაცი თუ დალებს, მაშინ ეღიღინებოდა და ჩვენ ბევრი მოღიღინე გვყავდა და შესაძლოა. ქვევრის ბრალზე არ ლაპარაკობ. ნახე ბატონო გიორგი ლაპარაკობ. ისე რო არის. 1000 წლის წინ არავინ არ არსებობდა. მაგას ლაპარაკობ მე კაცო. არც ეგვიპტელებს ჰქონდათ კულტურა, რომ 1000 წლის წინანდელი არც შუმერებს. აღარ ლაპარაკობ სამეზობლოზე კაცო. აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი. ამიტომ აქ უკვე ლაპარაკია პრემიერ-მინისტრს მიმართავ ახლა პირდაპირ რა. ის რაც ბოლო 50 წელიწადია. პავლე ინგოროყვამ, რამას პატარიძემ ალიკო ცინცაძემ, ანა მესხმა და კიდევ რამოდენიმე სხვა დიდმა მეცნიერებმა, მაგრამ ეს 4 განსაკუთრებულია. დაჯექით და წაიკითხეთ.
გაიგეთ ვის მართავთ თქვენ რა ქვეყანას მართავთ. ეს შემთხვევით არ ხდება, არც ივანე ზოსიმეს დაუმალია სასდამალა 1000 წლის წინ, ის შემთხვევით არა დაფარული, ეგეც წაიკითხეთ. წიგნი წაიკითხეთ და თქვენ გაიგეთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, თუ არ წაიკითხეთ, არ მოგიყვებიან აკადემიკოსები ამას, იმიტომ რომ ისინი ამის წინააღმდეგები არიან. ჩვენ ვართ გამორჩეული არ დედამიწაზე. არა იმიტომ რომ სადაგრძელოს ვლაპარაკობდი ახლა 8000 წელი არავის არ უცხოვრია. მარტო ჩვენ ცხოვრობთ და 8000 მოსავალზე რომ ვლაპარაკობ. ჩვენ მარტო ქართულია ეს ყველაფერი. ამიტომ სკოლებიდან დაწყებული, ბაღებიდან დაწყებული, ცეკვის სწავლით, მუსიკის სწავლით, ამ იდეოლოგიის ოღონდ პატივისცემით ხვების მიმართ. არანაირი სიამაყეთო ვიღაცას მე ვჯობი ვარ. თავდახრილებმა ძალიან მოწიწებით ეს ასე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ თომას ასე არ გავაკეთებთ. ჩვენ მოგხვდება წვიტბერში ყველაფერი და ამას დედამიწა არ გოპატიებ ჩვენ. ჩვენ საამაყო კი არ არის ეს არის ჩვენთვის ამ შემთხვევაში პატივისცემა ხვების მიმართ რომ ჩვენ ეს შეგვიქმნია და გთხოვთ რომ გაიგოთ რა. აი ეს არის მოცემულობა. ამიტომ ნახევარი საუკუნე არ ხდება ეს აღმოჩენები რაც ხდება. ამ ტელევიზიას უნდა უმადოდეს მთელი საქართველოს ეს აქ ჟღერდება მარტო და აქ გადაიღება ის ფილმები და ბატონ მალხასთან, ქალბატონ იასთან და კიდე სხვებთან ეს ამას ჩვენ ყვებით, მაგრამ ამას სახელმწიფომ მიხედეთ და მიმართეთ. ჩვენ სხვა ჯარი არ გაგვაჩნია. ჩვენ რუსის ჯარი არ გვიცავს, არც ამერიკის ჯარი არ გვიცავს, არც თურქები დაგვიცავენ და აზერბაიჯანელები არ დაგვიცავენ. დაანებეთ ამ მიწის გაყიდვას თავი. დაიწყეთ განათლებიდან ჩვენი აბჯრის აკინძვა, რომ ჩვენ გადავრჩეთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მძიმე დღეში ვიმყოფებით და ჩვენ თუ ესე გავაგრძელეთ 10-15 წელიწადში დაუნთავრდებით, როგორც ქვეყანა და სახელმწიფო. დანარჩენი ახლა ფერეიდნელებით კიდევ ვრჩებით ახლა მთებში და კიდე მღერებ და შეიძლება ვიღაცები გავლახოთ კიდეც ახლა მაგაზე გერა ლაპარაკი. კი გავანადგურებენ, მაგრამ რა ფერეიდნელები რა დღეში არიან? რა თურქეთში მაცხოვრებლები ჩვენებურები რა დღეში არიან? ვინსად გადარჩა? რუსეთში რა ცხოვრობენ რა დღეში არიან? ამე შერჩათ კი? და იგივე დაემართებათ ეს ბავშვები ვინც იზრდებიან ევროპაში და ამერიკაში და რუსეთში და ყველგან ქართულს კარგავენ. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ის, რომ საქართველოს რაც გააჩნია, ის სხვების პატივისცემით, ყოყოჩობის და თავის და ცხვირის აწევის გარეშე გაიაზროს და შემდეგ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები. ბატონ დავით პროფკავშირებზე უნდა გითხრათ რა მდგომარეობაშია დღეს პროფკავშირები და რამდენად იცავს ის ქართულ მეცნიერებას, გნებავთ კინოს, გნებავთ თეატრს, გნებავთ ბალეტს და გნებავთ ოპერას. როგორ ფიქრობთ და რატომ არ არის ეს უძლიერესი ინსტიტუტი? იმიტომ რომ მთელი დასავლეთით დგას ამ პროფკავშირებზე. ადამიანებს აქვთ განცდა იმისა, რომ მათ დაიცავს ვიღაცა სახელმწიფოებრივი ზეწოლისგან. ქალბატონოია, საქართველოში პროფკავშირებს აქვს მხოლოდ სიმბოლური ხასიათი. რატომ? ქაღალდზე არსებობს ყველაფერი განვითარდა, ეს როგორ ისე ტერმინი თავისუფლების ბრალია ყველაფერი. თავისუფალია ხელოვანი, თავისუფალია მუშა-მოსამსახურე, თვითონ უნდა გადაიჩინონ თავისთავი კანონმდებლობა, ვითომ არსებობს, მაგრამ არ არსებობს. რაც არ უნდა გააკეთონ, ბიზნესის მფლობელი ყველაფრის გამკეთებელია და ის მშრომელი ადამიანი თავს ვერ იცავს ვერანაირად, გვაქვს ჩვენ ჭიათურის მაღაროების მაგალითი, იგივე ხდება, მით უმეტეს იგივე ხდება კულტურის სფეროში, რომ იმ ადამიანების შრომას საქართველოში ფასი არ გააჩნია. მუზეუმის თანამშრომლები, თეატრების თანამშრომლები, ბიბლიოთეკების თანამშრომლები 400, 500, 600 ლარზეა ლაბარაკი. ეს ადამიანები უბრალოდ იქ არიან და კიდევ მუშაობენ. ახალგაზრდები არ მიდიან. მუშაობენ იმიტომ რომ ეს ქვეყანა უყვართ თავის იმათ თავიანთი საქმე უყვართ. ისინი ამას აკეთებდნენ და 400 მისცემ თუ 600 მისცემ ის მაინც თავის ქვეყნის საქმეს აკეთებს სიყვარულით. თორე სუარიული და ბოლო 600 ლარი აღა პრობლემაა. მართლა მაგალითად ტრანსპორტზე ჭირდება ყველაფერი. არიან ბატონ დავით. გმირები არიან და აქ ზუსტად ამ ხალხის მხარდაჭერაა საჭირო. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ 8000 წელზე, ბატონო გიორგი და ახლა თქვენ რო ვიცით მუსიკა, მაგის 1% არ ვიცი მე ახლა. მაგაზე ვლაპარაკის არაა და კიდე პოლიფონიაზე ახლა კიდე ერთ პროექტზე მოგახსენებთ. ქართული ცეკვა. ერთადერთი ცეკვაა დედამიწაზე, სადაც მამაკაცი ქალბატონს არ ეხება. ჩოხის კალთა არ შეიძლება შეეხოს ქალბატონს. არ შეიძლება რომ შეეხოს. ეს არ არის მხოლოდ მე-20 საუკუნის ან ახალი წელთაღრიცხვის ფუფუნება. ეს 8000 წლის წინანდელია. როგორც ადამი იყო უმაღლესი მდგომარეობაში და მე იმისმედა ადამიანები, მისი შვილები უფრო დაბლა მოემართებით, ასევეა ქართული ცივილიზაცია, რომელიც მხოლოდ მის კულტურაშია გადარჩენილი და მის ენადაში და მეტყველებაში. ჩვენ ვიყავით უმაღლეს საფეხურებზე, იმიტომ რომ ეს ესე ვერ მოიგონება. ამას გგონიათ სხვა ვერ მოიგონება და რა შინო კავკასიელები რა ნაკლები ვაჟკაცები არიან? არა, გეთანხმებით ასე. გინდა ნებისმიერი, გინდა სომხები იღეთ რა პატარა ისტორიკი არ გააჩენთ მაგათ, მაგრამ მათ ეს არა აქვს და ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვთქვათ
რომ მათ ჯობი ვართ, არ ჯობი ვართ არავის, მაგრამ ჩვენ რომ გვაქვს, ამას უნდა გაუფრთხილდეთ და სხვის სანახავად კი არ უნდა ვიმეწყოთ რომ ჩვენ ესეთები ვართ. არა, ეგ დანაშაული იქნება. ქართველების წინააღმდეგ დანაშაული იქნება ჩვენ ქართულმა რომ ასე უაზროთ რომ მივამაყოთ. ამიტომ ცეკვის სწავლაც ემიგრაციაში ბავშვებთან, იგივე რაიონებში ბავშვებთან, იგივე პოლიფონიის შესახებ ახლა ქალბატონია საქმის კურსია ჩვენ რამოდენიმე გადაცემა მოვაწყეთ კულტურის სამინისტროს და მინისტრის ჩვენ დიდი მადლიერები ვართ რომ მხარი დაგვიჭირეს ჩვენ არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციას და ვაკეთებთ პროექტს. 6 თვიანი პროექტია, 3 თვე უკვე გავიდა. და სამთოში უნდა დავამთავროთ. რა პროექტია ეს? ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონიდან უკვე ჩავწერეთ თითო სიმღერა პოლიფონიური, სხვადასხვა ჟანრების და მიხედვით, თქვა გურული, კახური, მეგრული, აფხაზეთის მთავრობაც გვეხმარება ჩვენ მათაც ფინანსური მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს და 2 აფხაზური სიმღერას ჩავწერეთ პოლიფონია და ეს არის სახელწოდება ასეთია ქართული პოლიფონიის საყოველთაო ციფრული თვითმასწავლებელი. ადამიანმა, ქართველმა, გინდა ნებისმიერმა დედამიწის მაცხოვრებელმა 8 მილიარდი კაციდან არც რო სმენა კონდეს, არც რო ქართული არ იცოდეს, არც მასწავლებელი არ ყავდეს, არაფერი მარტო შეიძლება ჯერ ამ 12 სიმღერის შესწავლა ხმების და მიხედვით, ბგერების და მიხედვით, პასაჟების და მიხედვით, ისე რომ თვითონ გაიგოს ყველა ამ შემთხვევაში რომ საიტი კეთება და პროგრამა საიტზე დაიდება უკვე ამ შემთხვევაში რა, რომ ჩვენ ამას ვფლობ და იგივე იონანამ რაქმნა რა ფენომენის არის ხომ ეს მოთხრობა რა გოგებაშვილის ეს იონანამ რაქმნას მასშტაბს ვაკეთებთ ოღონდ ქართული ემიგრაციისთვის ბავშვებისთვის ვინც უკვე პირველი ენა აღარ არის ქართული უკვე მეორე ენა შეიძლება თქვენ ოჯახში პირველი ქართული იყოს და მეორე გერმანული მაგრამ არის ბევრი ოჯახი რუსეთში ამერიკაში ევროპაში რომ პირველი რუსულია გერმანულია ფრანგულია და ინგლისურია და მეორეა ქართული და ზოგან ქართული საერთოდ აღარ არის აღარანაირი ენა ამიტომ ჩვენ გვაქვს ჩვენს ვინც ვართ ახლა ქალბატონი დანაფალიანი ბრძანდებოდა ქალბატონი თქვენთან ბატონი მიხეილ ამდგულაძეა ჩემი მეგობარი ვინც სამი კაცი ვიყავით ამ შემთხვევაში ერთად ვინც ეს ჩავიფიქრეთ და ამას ვახორციელებთ ეს უცნობი სიმღერებია ხო არა ყველა ცნობილი სიმღერაა ყველა ცნობილი სიმღერაა და ჩვენი ამბიციაა რომ რას კი რამე უმღერია ქართველს 1000-ი ჩავწეროთ ასეც პროგრამა დაიწერება. ძალიან კარგი, ეს არის ძალიან კარგი. მე სხვადასხვა ამ პროექტში მაგ გაციფრულებაზე, სწორედ ამ ბანკის ციფრული ბანკის შექმნაზე ასევე. ანუ ის თანამედროვე საშუალებები, რაც დღესდღეობით არის, იმისათვის რომ საყოველთაო გავხადოთ. ეს არის ციფრული თვითმასწავლებელი. საყოველთაო. უნდა ჩავეტიოთ და თქვენ გეკითხებათ ჩვენი ერთი მსმენელი მაია როსტიაშვილი, რომ გისმინათ ხო გულისყურით და მაინც ვერ გავიგეო, ხელისუფლებაშია პრობლემა თუ ხალხი და როგორ უპასუხებთ? პრობლემა არის ხელისუფლებაში. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ ობიექტური და მარტო ადამიანების ბრალი არა. ჩვენ გავიგოთ ხელისუფლებისაც, იმიტომ რომ სოფლიო ომში ცხოვრობს. ჩვენ სამეზობლოში არის ომი. ამ ადამიანებმა მოახდინეს ის, რომ ჩვენთან ომები არ დაიწყო. დიდი შანსი იყო რომ დაწყებულიყო. ამისთვის ჩვენ ამ საქმეს, მათ საქმეს პატივი უნდა ვცეთ და გამოვხატოთ მადლიერება. ერთ-ერთი გადაცემა იყო იქ პრემიერმა ბრძანა რომ ჩვენო ბევრი საკითხი გვესმისო, მაგრამ ერთდროულადო შეუძლებელია რომ ორი დიდი საქმე გააკეთო და კიდევ ორი პატარა საქმეს გააკეთო, მაგრამ კიდე 10 სხვა საქმეც მიაყოლო და მართალი ბრძანდება. ამ სტრატეგია ასეთი მართლა არსებობს, რომ ყველაფერს ერთდროულად ვერ შეასრულებ და გააკეთებ. ანუ მათ ეს ესმით, ამაში არაა საქმე. მაგრამ ხელისუფლებას აქვს საშუალება, რომ ისეთი საქმეები მაინც გააკეთოს, რომელიც არ დააზიანებს არც იმ ორ დიდ საქმეს, არც იმ ორ პატარა საქმეს. ზოგიერთი რომ მართლა შეიძლება ვერ გააკეთო, მაგრამ ასეთები ჩვენ გადაცემაში ვთქვით რამოდენიმეჯერ. ერთ-ერთი კალიგრაფიის პროგრამა გააკეთეთ, არსებობდა, გაწოდა ბავშვებს 6, 7, 8 წლის ასაკში კალიგრაფია ასწავლეთ. მეტია რთულია. რატომ ამას deep state გამაგებინეთ ერთი. ბატონ დავით გწერთ ჩვენი მაყურებელი რომ კალიგრაფია ნიჭზეა დამოკიდებული ყველას აშეულია ლამაზად წერა. ყველას ლამაზად წერაზე ლაპარაკი არ არის. უნდა დაწეროს სწორად. თვითონ ბავშვი რო დაწერს 2-იანს, 7-იანს, 8-იანს, ჭ-ს და ღ-ს და რაღაცას, თვითონ ვერ ეკითხულობს სადაც წერა, კაცო. არ ჩანს სადაც წერა. ამაზეა ლაპარაკი ხელოვნების ნიმუშზე არა. სწორად უნდა შექმნა ისაც ასონიშანი ქვია. ციფრი ქვია, ამაზეა საუბარი და შენ თუ ადამიანს, პატარა ადამიანს ამას არ ასწავლი, დისციპლინაში არ მოიყვანს, ცხოვრებაში ვერც ამას ისწავლის და ბევრ სხვა რაღაცასაც ვერ გააკეთებს რა. შეიძლება ახლა ნაწილმა გააკეთოს გენიოსებს არიან, რომ მაგალითად რამაზ პატარიძე რო გენიოსი, ეგეთი უნდა. ანბანი ასონთარული რა არის, დედამიწა ამოატრია და რამაზ პატარიძეს აღმოჩენა, მაგრამ სკოლაში არ შეიყვანეს, ერთი წლის გვიან შეიყვანა მშობლებმა ასოებს ვერ ცნობდა რამაზ პატარიძე 7 წლის ასაკში.
და გვიან შეიყვანეს, იმიტომ რომ ეცნობდა და გავიდა ცხოვრება მიიყვანა ეხამდე რომ აღმოაჩინა ქართული ასომთავრული ეს არის ადამიანის ინტელექტის მწვერვალი მთელ დედამიწაზე მარტო მე გერმანელმა ასტრონომმა 19 საუკუნეში მიაკვლია იმ ასტრონომიულ ციფრს რომელიც ჩვენ არმანში ყოფილა საუკუნეები და საუკუნეები ასე რომ ესეც ხდება ხანდახან მაგრამ ზოგადად რო ამეცადინე ბავშვს დისციპლინაში მოიყვანდა ასონიშნები დაიწყებ მე მარტივია მათემატიკის შესწავლას მისთვის და ყველა სხვა საგნებისაც და კიდევ რაღაცას მაგრამ ან მანს რომ ვერ წერს და თვითონ ვერ წაიკითხავს სადაწერა ის რას წაიკითხავს და რას გაიგებს ნებისმიერ სხვა საგანში ვერ კითხულობ დიდი მადლობა ბატონ დავით და ბატონ გიორგი მე მგონია რომ ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა დღეს და ამაში თქვენ ბრძანდებით დამნაშავეები ესე ვთქვათ ბატონ გიორგი დარბაიძე ჰანოვერის შტატსოპერის ბარიტონი იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი და რასაკვირველია ბატონი დავით გალეგაშვილი დიდი მადლობა მათ პირველ რიგში დიდი ქართველობისთვის დიდი პროფესიონალიზმისთვის და გულშემატკივრობისთვის ჩვენ სამივე საქართველოს სიყვარულით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად